გამარჯობა, მე ზურაბ ყამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. დავიწყებ იმით, რომ წლების წინ ვიდეოებს ვუცქერდი, ძირითადად კლასიკური გიტარა და ვიოლინო. როგორ აკეთებენ, რომ მათი გამოცდილება გამეზიარებინა და ზოგადად ქართული საკრავები გამეუმჯობესებინა, დავხვეწოთ. ისიც მithქვამს, რომ მინდა ქართული საკრავები ისე დავხვეწოთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ საკრავს ღირსეულად ამოუდგეს გვერდში და არ შევრცხვეთ. რაღაცა არ უნდა ხმაურობდეს იმ საკრავებთან, ფანდურს როცა უკრავ. და ამიტომ ვუცქერდი ვიდეოებს, მაგრამ მე ხელი ჩავიქნე და რაც გინდათ ის გიქნიათ, მეთქი გულში გავიფიქრე და რატომ. მაგალითად, ბევრს ალბათ გსმენიათ სტრადივარიუსის ვიოლინოები და ალბათ ისიც გაგიგიათ, რომ სტრადივარიუსს რაღაც განსაკუთრებული ლაქი ჰქონდა და ამიტომ არის მისი საკრავები ასეთი უნიკალური. თუმცა ერთი ოსტატი ამბობდა, რომ ლაქი კი არა, მთავარი გრუნტია, რადგან ჯერ იგრუნტება ვიოლინო და შემდეგ ილაქება. ანუ ეს გრუნტი განსაზღვრავს საკრავის ბგერას. ანუ აქ უკვე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრია, ხომ? გრუნტია მთავარი თუ ლაქი. კიდევ სხვა აზრი, რომ სტრადივარიუსი სელისეცზე დამზადებული ლაქით ლაქავდა ვიოლინოებს და ერთი ამბობს, რომ ზეთოვანი ლაქი ხეში ღრმად შედის და ბორკავს მის რხევებს. სპირტიანი ლაქი სჯობსო, შელაქს ამბობენ. კიდევ ერთი აზრი, რომ თუკი რამე უარგისი ლაქია მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის, ეს შელაქია, ის სპირტზე დამზადებული ლაქი. და სინთეთიკური ლაქით ლაქავს გიტარებს. ანუ გვაქვს თუნდაც სამი სხვადასხვა აზრი, რომ სტრადივარიუსი ზეთოვანი ლაქით რომ ლაქავდა ვიოლინოებს, იმიტომ არის მისი საკრავები ესეთი უნიკალური. მეორე აზრი, რომ ზეთოვანი ლაქი საკრავის რხევებს ხუდავს, რადგან ღრმად შედის ხეში და სპირტიანი ლაქი სჯობს. მესამე აზრი კი, სპირტიანი ლაქი უარესია, რაც შეგვიძლია რითიც ილაქება მუსიკალური ინსტრუმენტი. და კერძოდ გიტარას აკეთებდა ის ოსტატი. ამიტომ ჩავიქნიე ხელი და მე დავიწყე ვიდეოების ქერა პროფესიონალი დამკვრელები რას ამბობენ, რას ითხოვენ პროფესიონალური გიტარისგან, მაგრამ აქაც სხვადასხვა აზრია და როგორ. ერთ-ერთი ოსტატი ამბობს, რომ პროფესიონალურ გიტარებს აკეთებდა. როცა მოდის მსურველი გიტარის საყიდლად, 6 გიტარა გამაქვს, რომ შეარჩიოს. მოვიდა ერთ-ერთი, დაუკრა ერთი გიტარა, მეორე, მესამე და ერთ-ერთ გიტარაზე თქვა, რომ რა არისო, რა საზღარი გიტარაა, ამას გიტარას როგორ უწოდებ. ანუ ცუდად შეამკო, ასე ვთქვათ. შეარჩია ერთ-ერთი გიტარა, იყიდა წავიდა. მეორე რომ მოვიდა მსურველი, ეს გიტარაც გავიტანეო. თუკი იგივე სიტყვის რომ არ ვარგა ეს გიტარა, მაშინ საერთოდ დავამტვრევ და გადავაგდებო. ამ მეორემ დაუკრა ერთი გიტარა, მეორე გიტარა და ამ დაწუნებული გიტარის ჯერი რომ დადგა, აიღო დაუკრა და აი გიტარა ეს არის, ამას ვეძებდი. აი ესეთი უნდა იყოს გიტარა, მოკლედ აქო და ადიდა. ნუ ერთ და იგივე გიტარა, ერთმა აძაგა, მეორემ აქო. იგივე ხომ? ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება. ეს დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე, ვინ როგორ უკრავს. ყველას თავთავისებური ხელი აქვს, მოდი ასე ვთქვათ. ბგერას სხვადასხვანაირად გამოსცემენ და ამიტომ სხვადასხვა რამეს ვიღებთ საკრავისგან. ესეც არ გამოგვადგება. ვივხვდი, რომ მე თვითონ უნდა ვეძებო ბგერა. თან ამ დროს საკუთარი გამოცდილებაც მქონდა და რა გამოცდილება. მithქვამს, რომ რუსთავის კულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი. ხალხურ საკრავთა ორკესტრის დირიჟორი ვარ. და სადიპლომოსთვის ნაწარმოებებს რო ვაკეთებდი, ზოგი საცეკვაო იყო, ლაშქრულები იყო, სიმღერები იყო. ქალაქური სიმღერების პოპულარსაც ვაპირებდი, რომ გამეკეთებინა. და ხომ
მომისმენია ეს სიმღერები, ლამაზად დამღერი. ავიღებ ფანდურზე დაუკრავ მაგალითად და ვერ ვიღებ ისეთ ლამაზ ბგერას, როგორც ის დამღერი მახსოვს, ხომ? ამიტომ ამოსავალი წერტილი, ასე ვთქვათ, არის რომ ფანდური უნდა მღეროდეს. რა თქმა უნდა, მაგალითად ვიოლინოსავით ვერ იმღერებს ფანდური, რადგან ფანდურზე ხელის ჩაკვირით უკრავს და ასე ვთქვათ, იმპულსური ბგერები აქვს. უფრო ვიოლინოსთან შედარებით. ვიოლინო ხემით უკრება და უფრო გაბმული ბგერა აქვს, ხომ? ამიტომაც უფრო იმღერებს ფანდურთან შედარებით ვიოლინო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ფანდური არ უნდა ვამღეროთ, არ უნდა ვეცადოთ, რომ ფანდურმა იმღეროს. დაკვირითაც, რა თქმა უნდა დაუკრათ, რომ ფანდური მღეროდეს, რა თქმა უნდა, ფანდური ხელს თუ არ გვიწყობს, ვერ ვამღერებთ, ხო, ფანდურს, მაგრამ რაც არ უნდა კარგი ფანდური იყოს, მეფანდურე თუ არ არის სათანადო დონეზე, ის ფანდური მაინც ვერ იმღერებს, ხო? მაგრამ თავარი ის არის, რომ ფანდური უნდა მღეროდეს, ამიტომაც ვამბობ. ფანდური უნდა მღეროდეს, მაგრამ როგორ უნდა მღეროდეს? როგორი ტემბრი უნდა ქონდეს? მაგალითად, რომ მოვიყვანოთ, იცით რომ ჰამლეტ გონაშვილი და რამინი მიხაბერიძე დუეტში მღეროდნენ, ხომ? ხომ უაზრობაა იმის მტკიცება, რომ მაგალითად ჰამლეტის ხმა სჯობდა რამინის ხმას. ვერ ვიტყვით ამას, რადგან ორივე თავისი ხმით ალამაზებდა საერთო ნამღერს. ასევეა ფანდურის. ვერ ვიტყვით, რომ მაგალითად უფრო ღუღუნა ხმით მომღერალი ფანდური სჯობს ჭექარე ფანდურს. და ვერც პირიქით ვიტყვით, რომ ჭექარე ფანდური უკეთესია ღუღუნა ხმიდან ფანდურზე. ორივე კარგია, მთავარია რომ ფანდური უნდა მღეროდეს, ხმა ლამაზი უნდა იყოს. ეს თვითონ ფანდურის ბგერა, მაგრამ იერი ხომ? როგორი უნდა იყოს? სხვა საკრავებს არ უნდა მიუბაძოთ. რატო დავიწყე ამაზე საუბარი? წლების წინ ფანდურების კეთება რო დავიწყე 90-იანების ბოლოს, გასული საუკუნის 90-იანების ბოლოს. მეგონა რომ მაგალითად ფანდურის თავი თუ ვიოლინოს თავი ვით იქნებოდა, ასე ფანდურის გავაუმჯობესებდი და ერთი ტარის გავაკეთე ასე ვიოლინოსავით თავი რო გავაკეთე, ესე ამოვჭერი რომ ყოლოფი როგორც კეთდება, სიმები შიგნით უნდა ჩასულიყო. მაგრამ კარგია რომ მაშინ რომ მივხვდი ასე ფანდურს და ზოგადად ქართულ საკრავებს ასე არ ვაუმჯობესებთ, პირიქით ვაკნინებთ. ვამბობთ რომ ესე იგი არ ვარგა ფანდური თავს თუ შეუცვლით აბეს მატებს ეს ქართულ საკრავებს. არ მატებს. ახლა გამახსენდა ერთ-ერთი ფოტო ვნახე რომ ფანდური უჭირავს ბიჭს და ფენდერის ელექტროგიტარის თავი აქვს იმ ფანდურს. ნეტა თუ შეუძლია ამიხსნას, ამით რა შემატა ფანდურს? ფენდერის გიტარის თავს რომ მიამსგავსა ფანდურის თავი. ამით ხო არაფერი არ შეემატა ფანდურს. ეს თავი მაგალითად არის ანუ რითიც დავიწყე და ნიმუში რაც მქონდა არის თბილისში ივანის ქუჩაზე რომ ფანდურებს აკეთებდნენ. ის ფანდური მქონდა და იმის მსგავსი თავი გავაკეთე. პირველად ცოტა შევცვალე ჩემებურად. მერე კიდე შევცვალე, არ მომეწონა რაღაც. კიდე შევცვალე, ალბათ მინიმუმ 10 ჯერ მაინც შევცვალე თავი. უფრო დიდი იყო ხოლმე, ცოტა სხვანაირი იყო, მაგალითად ეს კომბალი ხან უფრო დიდი გავაკეთე. რამოდენიმე წელია უკვე ასეთ თავს ვაკეთებ. არ ვიცი წლების შემდეგ ეგებ ესეც აღარ მომეწონოს კიდე შევცვალე, მაგრამ ჯერჯერობით რამოდენიმე წელი ასე ვაკეთებ. ქართული თავია, ხომ? კი, ჩემებურად გავაკეთე, მაგრამ იერი არ იცვლება ფანდურის. ხალხური ფანდურები ვისაც გინახავთ, ისიც რომ ასეთი მსგავსი არის, ასე მოდის და ასე ვთქვათ კომბალივით არის მოხრილი. კი, ზოგ ფანდურს თხელი აქვს ეს ნაწილი. უთხელდება თავი, აქეთ განსაკუთრებით. ყველაზე მეტად ეს ნაწილია თხელი, მაგრამ ფორმა მაინც იგივეა, ხომ? არ შემიცვლია. ისევე მუცელი მაგალითად ჯავახიშვილთან წერია რომ ვეღარ ვიხსენებ, მე მგონი იყალთოელი კაცი ამბობს. ვერ ვიხსენებ, ეგრე იყალთოელი არც არის. ცანგალა ჩონგურივით იყო, ნიჩაბივით პირი ჰქონდა, სამკუთხი პირი ჰქონდა. ანუ სამკუთხედი მუცელი ჰქონდაო. დღეს რომ ჩვენ სამკუთხედი მუცლით საკრავი გავაკეთოთ, იტყვია რომ ეს ბალალაიკა გაგიკეთებიათ, რადგან დღეს ცნობილია რომ სამკუთხედი მუცლით
ბალალაიკა არის რუსული ხალხური საკრავი. მე-19 საუკუნის ბოლოს ანდრეევმა შეცვალა ოდნავ მუცელი გაადიდა და წელი დამოკლდა. ტემპერირებული 12 საფეხურიანი ბგერათრიგით გააკეთა ბალალაიკა და უკვე საუკუნეზე მეტია ხო ცნობილია რომ ეს არის რუსული ხალხური საკრავი ბალალაიკა. ამიტომ თქვი რომ თუ კი გავაკეთებ სამკუთხედი მუცლით საკრავს, იტყვია რომ თქვენ ბალალაიკა გააკეთეთ. ეს ბალალაიკაა, რადგან ესეა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ბალალაიკაც ნამდვილი რუსული საკრავი არ არის და ალბათ იგივე ხალხმა რუსეთში შეიტანა, რომელიც ხალხმაც ცანგალა შემოიტანა საქართველოში. უბრალოდ დარჩა რუსეთში ეს ბალალაიკა და რუსული ხალხური საკრავია დღეს. ასევე მithქვამს, რომ ჩონგური თვითონ საკრავიც და სახელიც მომხდურებმა შემოიტანეს საქართველოში და დღეს ჩონგური ქართული ხალხური საკრავია. გახალხურდა ის საკრავი და ჩვეულებრივ ქართული ხალხური საკრავია და ყველას ვეუბნებით რომ ეს ქართული ხალხური საკრავია. ასევეა ის ბალალაიკა. ვერაფრით ვერ დავამტკიცებთ ამ ცირედი ორწინადადებიანი ჩანაწერის გარდა ჩვენ არანაირი მტკიცებულები არ გვაქვს რომ სამკუთხედ მუცლიანი საკრავი იყო საქართველოში. ამიტომ ფორმაც, ფანდურის ფორმაც უნდა შევინარჩუნოთ. რაღაცა არ უნდა გავუკეთოთ. კი, თუ კი რაღაცა ახალ ქართულ საკრავს გავაკეთებთ, კი ბატონო, ოღონდ ცოტა განსხვავებული ფორმა უნდა იყოს. იგივე არ უნდა მივამსგავსოთ ბალალაიკას, არ უნდა იყოს ტამბურისებრი ოჯახის საკრავები ქვია. ზოგი სასზე ძახის, ზოგი ბაღლამასე ძახის დუთარი არის. ასე რომ გაჩვენოთ, აი მაგალითად მოწარმოიდგინოთ რომ ტარი აქ აქვს, ვიწრო მხარეს დაყენებული და მაგ მომრგვალებულია, ხო? ასეთი მithქვამს კიდეც, ხო? ახლა უცბად გამახსენდა რომ ეს არის აყირო. აყირო გამოთალეს ხისგან, ეს მუცლის ფორმა შეუნარჩუნეს, იმიტომ არის ასეთი ფორმის ის მუცელი. ისეთი საკრავი არ უნდა გავაკეთოთ, რომელიც უკვე არის, სხვა ერებს გვაქვს, ფორმას გულისხმობ, ხო? და იგივე ბგერაც. ვამბობ ხოლმე რომ ვადარებ ბალალაიკასავით არ უნდა წკრიალებდეს, ანუ ლითონისებრი წკრიალა ბგერა არ უნდა იყოს და გიტარისებრი ღრმა, ძლავრი ბგერა არ უნდა მოდიოდეს ფანდურისგან. ნუ ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ. არც ფორმა არ უნდა შეუცვალოთ და არც ბგერა არ უნდა შეუცვალოთ ფანდურს. ის 12 საფეხურიანი ბგერათრიგი რო აქვს ფანდურს. კარგია რომ გამახსენდა არ დამავიწყდა. რატომ გააკეთა კირილემ? ორკესტრში რომ სხვადასხვა წყობის საკრავები ერთად დაეკრა და ბგერას დამთხოვოდა. ზოგი ამბობს რომ ის ზოგი კლასიკურ ფანდურს ამბობს, ზოგი ტემპერირებულ ფანდურს ამბობს, ზოგი ამბობს რომ ის ფანდური არ არის და არ უნდა გქონდეს. და მხოლოდ ეს ხალხური ფანდური უნდა იყოს. მე კი ვამბობ რომ ხალხური სიმღერები და თუნდაც მე-20 საუკუნეში დაწერილი ხალხურ ჰარმონიაში დაწერილი სიმღერები ხალხური ფანდურის შებანებით უნდა ვიმღეროთ. რადგან ხალხური ფანდურის წყობა ქართულ ხალხურ სიმღერას არის მორგებული. მაგრამ თუ კი მინდა ფანდურით თანამედროვე აკორდული წყობის ნაწარმოებები დაუკრა, ვერ დაუკრავ, ხო? ამიტომ საჭიროა რომ ფანდური გქონდეს ხალხურით, ანუ ზოგ დიატონურ წყობას ამბობს, ხალხურის და კლასიკურიც, ანუ თანაბრად ტემპერირებული 12 საფეხურიანი ბგერათრიგით. მინდოდა ერთი ფანდური კარგი იყო რომ ამ განაცემისთვის ქონოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი გაკეთება, ვერ მოვასწარი რა, როდის გავაკეთებ ისიც არ ვიცი. მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ და ერთ ვიდეოს ცალკე ჩავწერ. თუ ისე მოვახერხე ჩაწერა, ანუ რასაც ვგეგმავ, დიდი სურპრიზი გელით. მაგრამ მაინც ჩავწერ ფანდურს დავასრულებ, როცა იქნება გავაკეთებ და ჩავწერ ფანდურზე ცალკე ვიდეოს და გაჩვენებთ, მაგრამ ისევ გავიმეორებ რომ კარგი იყო რომ ახლა მქონოდა, რადგან ამ საკითხზე ვსაუბრობ. ანუ ჩვენ ორივე წყობის ფანდური გვჭირდება. კი, ვიცით იგივე ნაწარმოებები კლასიკური წყობით, კლასიკურ წყობას ვამბობ ხოლმე, რადგან კლასიკური მუსიკა იწერება ამ წყობაში, თანაბრად ტემპერირებული 12 საფეხურიან ბგერათრიგში, 12 ზოგი ქრომატიულ წყობასაც ამბობს. ქრომატიული წყობა სუფთა წყობაც არის. მაგრამ მაგაზე საუბარი შორს აგვიყვანს, ისევ დაუბრუნდეთ საკითხს, რომ უნდა გქონდეს ორივე, რომ
თანამედროვე აკორდული წყობის კლასიკურ ფანდურზე დაუკრათ და ხალხური სიმღერები და ღალატად საცეკვავები, ძველი ჩანაწერები რაც გვაქვს, ხალხურ ფანდურზე დაუკრათ. ანუ ეს არც აკნინებს ფანდურს იმ წყობის შეცვლას და არც ქართულობას უკარგავს. კი, წყობა სხვა არის, ბგერა შეხამებები სხვა არის, მაგრამ თუ კი ჩვენ ფანდურს იერ შეუნარჩუნებთ და ტემბრს და ბგერას შეუნარჩუნებთ ფანდურისას, ვიტყვით რომ ეს ქართული საკრავია. ხალხური შეგვიძლია ვთქვათ რომ ხალხურია, შეგვიძლია არა. ამაზეც შეგვიძლია ვიკამათოთ. მართლებიც არიან ნაწილობრივ, ერთ მხრივ მართლები არიან, რადგან წყობა შეიცვალა. ხალხურობის ერთ-ერთი განსაზღვრელი შეიცვალა ფანდურმა წყობის შეცვლით. მაგრამ მაინც შეგვიძლია ხალხური უწოდოთ, რადგან ხალხური ფანდური არის მისი საფუძველი. თუმცა ჩემის აზრით ისევ გავიმეორებ, თავარია რომ იერი შეუნარჩუნოთ. თუნდაც იგივე თავი ფენდერის გიტარის თავი არ უნდა ქონდეს, ან ვიოლინოს თავი, ამით ჩვენ ფანდურს არ ვაუმჯობესებთ. და ტემბრალურად არ უნდა შევცვალოთ, ფანდურის ბგერა უნდა ქონდეს. ანუ ისევ ვიტყვი რომ ლითონისებრი წკრიალა ბგერა არ უნდა ქონდეს, რადგან ნაწლავის ძალები ქონდა, ლარები ფანდურს და ამიტომ ვერ მოგცემდა ლითონისებრი წკრიალა ბგერას და არ უნდა ქონდეს მძლავრი ბგერა, რადგან ნაწლავის სიმი, ძალი, ლარი რბილია და ძლავრად ვერ შეახევდა ფანდურს. რამოდენიმე გადაცემა რომ უნდა ჩამეწერა, ფურცელზე ჩამოვწერა ის საკითხები, რადგან უნდა მესაუბრა რომ არ დამავიწყდეს, არ გამომრჩეს. მაგრამ ლაპარაკისას გონება სხვანაირად წავიდა და ის თანმიმდევრობა ამერია. მე ვიხსენებდი რა ვთქვი, რამე ხო არ გამომრჩა და ამიტომ მე უკვე ზეპირად საუბრობდი ხოლმე და ახლაც ესე მომივიდა რომ დავიწყე საუბარი და გონება გადაერთო სხვა საკითხისა და გამომრჩა, რაც უნდა მეთქვა რომ არის რაღაცეები, რისი გადმოღებაც ფანდურს ქართულობას არ უკარგავს. მაგალითად გიტარაზე ალბათ ყველამ თუ არა ბევრმა იცით რომ დაახლოებით 5 მმ სისქის ფიცარი წებდება ყელზე და სახმოხრელამდე მოდის. მithქვამს რომ ფანდურზე ასე თხელი ფიცარს ვაწებებ ყელზე. ხელი უწოდი ამას. რომ მოვიტანო საგულემდე, ჩემს აზრით ეს უკვე ზედმეტია. ამიტომ ასე ცოტათი გადმოდის პირის ფიცარზე და ისიც ვთქვი რომ ეს იცავს პირი რო არ გაცვდეს. ცოტათი, მაგრამ მაინც იცავს. თან ხელი ემჩნევა, ასე ვთქვათ, ოსტატის ხელი ემჩნევა. ყველას თავისებურად აქვს ეს გაკეთებული. ზოგს რა ფორმა აქვს, ზოგს როგორი ფორმა, მე ქვევრი ავირჩიე და ქვევს ვაკეთებ. ჩანს უკვე რომ ჩემი გაკეთებულია. ანუ ეს ფანდურის საერთო იერს არ არღოს, ხო? ამიტომ გადმოვიღე საკრავისგან, გიტარისგან. მხოლოდ უსმად გამახსენდა ერთ-ერთი ოსტატი ამობდა რომ ზოგი ცდილობს რომ გიტარამ როიალივით, მე მგონი როიალს ამბობს, როიალივით ხმიანი იყოსო და რა თქინდათო გიტარას სხვა უპირატესობა აქვს და სრულად ვეთანხმები იმ ოსტატს. და იგივე შემიძლია ვთქვა ფანდურზე. რა თქინდა რომ ფანდური გიტარასავით ჟღერდეს, ხომ? თუნდაც იმიტომ არ ვაკეთებ იმ ერთ დიდ სახმოხრელს რომ ასე ფანდური ყვირის, ვერ მღერის. ხლა ჩემი ერთი ნათქვამით მაინც არ იტყვია რომ არ ეს ერთი ხვრელი არ უნდა ქონდეს. მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემი უბრალოდ ვაკეთებ რომ არ დავარღვიო ქართულობა ის მრავალსაუკუნოვანი განვითარება ეს ჯაჭვი არ დავარღვიო. კი ეს საგულე ჩემეულია, მაგრამ ტრადიციის გაგრძელება ის არის რომ ბევრი პატარა ხვრელია და არა ერთი დიდი ხვრელი. თუნდაც მეორე მიზეზი ეს რატომაც არ ვაკეთებ იმ ერთ ხვრელს. ხო, არ დამავიწყდეს ესეც რომ ვიოლინოს იცით რომ ამოზნექილი აქვს სარქველი. ვფიქრობდი ხო არ გავაკეთო მეთქი ასე გავაუმჯობესებ მეთქი ფანდურს, მაგრამ მე რო გავიაზრე, მივხვდი რატომაც აქვს ვიოლინოს ეს ამოზნექილი სარქველი. იცით რომ ვიოლინო ხემით იკვრება და თითო სიმზე იკვრება ძირითადად. კი, ხანდახან ორ სიმზე ერთდროულად
გასმით უკრავენ, მაგრამ ძირითადად ერთ სიმზე იკვრება და ხემი სხვა სიმს რო არ მოხდეს, ამიტომ ჯორაკი ამოზნექილია. ამიტომაც არის სარქველი ამოზნექილი, რომ ბრტყელი სარქველი რო იყოს, ჯორაკი მაშინ ძალიან მაღალი მოუწევს და დაიბრიცება ჯორაკი, სიმები შეიძლება გაწყდეს კიდეც, ძალიან მაღალი როცა იქნება ჯორაკი. ამიტომ ამოზნექილია სარქველი და ესები ქვია. ასე ვთქვათ, ამოჭრილი რო არის ოვალი. რო წარმოიდგინოთ, ოვალია, ხომ? ვიოლინოს მუცელი, ესე წინიდან რო შეხედოთ. ეს ამოჭრილი არის ოვალი, რომ ხემი არ წამოედოს ვიოლინოს ტანს, მუცელს რო არ წამოედოს. სარქველის ამიტომ არის ამოზნექილი, რომ ჯორაკი უკვე დაბალი შეგვიძლია გავაკეთოთ. ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ ამოზნექილი იყოს. ანუ იმ სიმაღლეზე ამოზნექილი რო გავაკეთოთ. გამეკეთებია, რომ 1-2 ოდნავ ამოზნექილი პირისპიცარი და როგორ. ოდნავ დავწიეს სარტყელი. ბოლოსა და ყუასთან შედარებით ოდნავ დაწეული იყო. მეტი დავტოვე პირისპიცარი და თოკით რო გადავქაჩე. ამოზნექილი დარჩა შუა ადგილი. ოღონდ ეს რბილი უნდა იყოს პირისპიცარი, თორემ თუ კი მაგარია, ჩაიზნიქება და ასეთი ჩავარდნილი გამოგვივა პირი უკვე. რბილი უნდა იყოს პირისპიცარი, რომ ამოზნექილი დარჩეს. კიდევ ერთი ის, რომ ამ ფანდურის გვერდები არის მაჰაგონი. კი ბატონო, ავიღოთ ის, თუნდაც პალისანდრი გავაკეთოთ მუცელი. ნეკერჩხლის ფანდურის გავაკეთე. პალისანდრის გიტარა ანუ თავიდან არ კეთდებოდა პალისანდრის გიტარა. მერე შეიტანეს ევროპაში, ეს ხე ევროპაში არ არის და რო შეიტანეს. ნახეს რომ კარგი გიტარა გამოდის და ახლა უკვე ტრადიციული არის პალისანდრის მუცელი. ეს გრეთვე ძირითადად უпроსტორეთ დაძუკეთდებოდა გიტარის სარქველი. მერე ერთ-ერთმა ოსტატმა მოსინჯა, ეს მე-20 საუკუნეში ოსტატმა მოსინჯა კედარი გაამართლა. კარგია და ახლა უკვე ტრადიცია არის რომ გიტარის სარქველი ნაძვი და კედარი არის. კი ბატონო, ჩვენც გავაკეთოთ თუნდაც იგივე პალისანდრის ფანდური. რატომაც არა, ხო? ვითქვამს რომ თუ კი არ იცი რა ხის ფანდურს უსმენ, ანუ მუცელს გულისხმობ. რა ხით არის მუცელი გაკეთებული, ვერც მიხვდები. თავარია რომ ქართულობა არ დაუკარგოთ ხმას და ქართულობაში რას გულისხმობ რომ სიმღერაზე ვამბობ ხოლმე რომ კონცენტრირებული კაპელასავით, კონცენტრირებული ბგერით არ უნდა ვიმღეროთ. და უნდა გავდეს, როგორც ქართველი კაცი რო იმღერებს, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ძველი თაობა როგორც მღეროდა, აი ეს არის ნამდვილი ქართული ხმა, მაგრამ თუნდაც მე-20 საუკუნეში სპარსული ბგერით მღერა იყო, ტემბრი სპარსული იყო. და არ უნდა ჩავთვალოთ რომ ის არის ქართული ბგერა. არა, ახლა ჩვეულებრივ როგორც ლაპარაკობთ ხო ქართველები. ესე რომ მღერით, აი ეს არის ჩემთვის ქართული ბგერა და არა ის რაღაც სპარსული ბგერა, ან მომისმენია ხალხური სიმღერა საოპერო ბგერით ნამღერი. ცუდი მოსასმენია. ნუ ის კონცენტრირებული ბგერა არ უხდება ქართულ სიმღერას. ეს არის ჩემთვის ის ნიმუში, რასაც ვბაძავ მე ფანდურის ხმაზე. თქვი ხომ? ის ლამაზი ხმით ნამღერი რომ ესმოდა, ვერ მივიღე ფანდურით ისეთი ლამაზი ბგერა და ამ ბგერას ვბაძავ რომ ლამაზად უნდა იმღეროს ფანდურმა და არ უნდა იყვიროს. ანუ კიდევ გავიმეორებ რომ რაც შეგვიძლია რომ გადმოვიღოთ, რაც ქართულობას არ დაუკარგავს ფანდურს. კი ბატონო, თუნდაც იგივე ეს ხელი რო დავაწებე ხომ? არ უკარგავს ფანდურის სიერს. გადმოვიღოთ ის სხვა საკრავებისგან. მაგრამ რაც ქართულობას დაუკარგავს, ჯობს რომ ის დაუტოვოთ იმ საკრავებს არ წავართვათ. გინდაც იერი, გინდაც ტემბრი. ფანდურს მე რა რომ აი მაგალითად იგივე გიტარა ყელიანმუცლიანი საკრავია ხო? ვიოლინო ყელიანმუცლიანი საკრავია. თუნდაც ბალალაიკა, მაგრამ იმ საკრავებს თავთავისებური ბგერა აქვს და ფანდურს თავისებური ბგერა უნდა ქონდეს და ისევ გავიმეორებ რომ აი ეს
ხმასავით, ნამღერი ხმასავით ლამაზად უნდა მღეროდეს ფანდურიც. და იერიც შენარჩუნებულია. მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზა არ დამირღვევია ასე. კი, ისევ გავიმეორებ, ჩემეულია, როგორც ჩემი თვალსაჩინო, ანუ ჩემი აზრით, ლამაზი როგორც არის, ისე გავაკეთე. ფანდურის მუცელი. საგულე ისე გავაკეთე, მაგრამ იერი არ დამიკარგავს ფანდურის. საერთო იერი და ხმითაც ვცდილობ, რომ მომღერალივით ლამაზად იმღეროს ფანდურმა. დღეს დაგემშვიდობებით.